მოგესალმებით. ამჯერად გავაკეთებ გაშლას შემდეგ შეკითხვაზე. ვინ ან რა არის თქვენი მფარველი ძალა ახლა და ამ მომენტისთვის და რას გიტყოდნენ თქვენი მფარველები? აი ახლა და ამ მომენტისთვის ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც ხართ, რა ინფორმაციის მოსმენა გჭირდებათ მათგან. მექნება სამი ვარიანტი, სამი სხვადასხვა დასტით. ესე გადავწყვიტე. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს დასტა. აი ასე დავდებ, რომ გამოჩნდეს. მეორე ვარიანტისთვის იქნება აი ეს დასტა. და მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს დასტა. შეკითხვა არის ესეთი, თქვენი მფარველი ძალა, ზოგადად რა არის ამ ეტაპზე? თუ ვინ არის, ვინ გმფარველობთ და რას გეტყოდათ ის? პირველი, მეორე და მესამე. ჩაიფიქრეთ. ეს რა ზედავს? ოკეი. მოკლედ მე ვიწყებ პირველი ვარიანტით. დროებით გადავწევ ამ ვარიანტებს. თქვენი მფარველი ძალა, ვინც ჩაიფიქრეთ, ფერიების დასტა. თქვენი მფარველი ძალა. გონი დროული იყო ეს გაშლა თქვენთვის იცით? სხვათაშორის ნამდვილად არის ისეთი გარემოებები, ისეთი სიტუაციები, რისგანაც ძალიან აქტიურად გიცავთ გარკვეული მე ვიტყოდი არსებები. ისეთი ტრანსცენდენტალურ სამყაროში მყოფი ან არსებები ან თქვენი რომელიმე გარდაცვლილი ახლობელი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ თქვენს საგვარეულოსთან. ან ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც ისეთი, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო თქვენთვის, ძალიან გულდასაწყვეტი მისი გარდაცვალება. ეს არ არის უბრალოდ ვიღაც ნაცნობი, ანუ ვიღაცაა, რომელიც აი მართლა გულწრფელად ძალიან დაგენანათ. და ეს სული არის ის, ვინც ახლა თქვენ ძალიან გმფარველობთ. მოდი ვიკითხოთ რისგან, ან ვისგან გიცავენ. რისგან. იმიტომ რომ რეალურად ხა შვიდიანი კვერთხები პირდაპირ თავდაცვაზე მიმანიშნებს და საინტერესოა. ეს არის ვინც ჩემს გაშლებს უყურებთ დიდი ხანია, თქვენ მიხვდებით და გეცოდინებოდათ ის, რომ ძალიან არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ამ საკითხზე ხაზგასმა და სულ ვიძახი, რომ ეს ყველაფერი ესე სწრაფად და ესე მარტივად ყველაფეხის ნაბიჯზე არ ხდება ხოლმე, მაგრამ აი ამ ვარიანტთან არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაღაცა აი ავითვალი სულ მინიმუმ, მაგრამ ვიღაცებისთვის შეიძლება იყოს მაგიური ჩარევებისგან დაცვაც. და ეს მაგიური ჩარევაც სხვათა შორის, აი თითქოს ისეთი რაღაც შეიძლება იყოს გაკეთებული, რაც მაგალითად აი გაბრკოლებთ, თითქოს ხელფეხს გიკრავთ, თითქოს
ხელს გიშლით იმაში, რომ უფრო წინ წახვიდეთ და მუდმივად თქვენი კომფორტის ზონაში ხართ, ერთ ადგილას ხართ გაყინული, თითქოს წინ ვერ მიყევ. ძალიან არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ესეთ საკითხებზე მით უმეტეს საჯარო გაშლებში ლაპარაკი, მაგრამ წამოვიდა ინფორმაცია და საინტერესოა. ვინ გებრძვით? პირველი ვარიანტი. ვინ გებრძვით? ვინ გებრძვით და ადამიანი, რომელიც ერთდროულად ძალიან განსხვავდება თქვენგან და სინამდვილეში ძალიან რომ გავხართ ერთმანეთს, ისეთი ადამიანი. ადამიანი, რომელთანაც ძალიან კონფლიქტურად, მოულოდნელად დასრულდა თქვენი ურთიერთობა, თქვენი კომუნიკაცია. ზოდიაქოთ შემიძლია რომ გავაჟღერო სავარდოთ, შეიძლება იყოს კირჩხიბი, თევზი ან მორიელი, მაგრამ უფრო მეტად კირჩხიბი მოდის ახლა აქ. არ გამოვიცხავ იმასაც, რომ შეიძლება ადრე მეგობრობდით კიდევაც და ამ ადამიანს ეხლა თვითონაც დაულაგებელი ცხოვრება აქვს. საინტერესოა, რა გახდა მიზეზი, რომ ასეთი აგრესია გაუჩნდა და პროტესტი. მიზეზი შეიძლება გახდა რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა არის, რაღაცა ერთ კავშირში, ოჯახი. არც გონია რომ რაღაცა მის პირად ცხოვრებაში რამეს აფუჭებდით თუ ის აფუჭებდა. რაღაცა პირადი ურთიერთობა, სიყვარული, ოჯახი, აი აქ რაღაც არსებული კონფლიქტი, მე ერთმანეთს გაებუტეთ და ასეც ხვარზე ხართ? კი, მაგრამ რითი დავიწყე გაშლა და სად მივედი? თქვენს მფარველ ძალას, რისი თქმა სურს თქვენთვის, ეხლა და მომენტისთვის, ეხლა არ მინდა ძალიან ჩაღამავრება, იმიტომ რომ ეს ეხლა ისეთ საკითხებს ვეხები, რომ ეს არანაირად არ იქნება საჯარო გაშლა. ეს მე საერთოდაც მგონი რომ ერთი კონკრეტული ადამიანის შემთხვევაა. იმდენად აი, როგორ გითხრათ, სენსიტიური და მყიფე საკითხია, რომ მე ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ნამდვილად ვერ გავაგრძელებ. ეს არის პირადი კონსულტაციების თემა. იმიტომ რომ აი ვიღაცების ოჯახურ ვითარებას ვეხებით და ნამდვილად არ მინდა ახლა ამას ამ ვარიანტს მე მეტად ვერ გავაგრძელებ. და საერთოდაც მგონი რომ პირველი ვარიანტი ბევრ ადამიანს არ დაემთხვა, იმიტომ რომ აი ეს არის აი ვიღაცა ერთი ან რამდენიმე ადამიანის кейსი და შემთხვევა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი პასუხი წამოვიდა აქ. პირველი ვარიანტი, თქვენი მფარველი ძალა, ახლა და ამ მომენტისთვის რას გეუბნევათ ეს? თუნდაც ეს გარდაცვლილი ადამიანი, არ ვიცი, ვინც გყავთ ეს. რას გეუბნევათ? მე რაღაცნაირი ისეთი გაშლა არა, ეხლა ძალიან შევწუხდი. აი როგორ გითხრათ, აი
ახალს რო პარტნიორი უღალატებს თავის დაქალთან, აი ესეთი кейსი და შემთხვევაა. ამიტომ მე აქვე ვიძახი, ეს ვარიანტი არ არის ყველასთვის. ყველასთვის ნუ ისედაც ვერ იქნება, მაგრამ ბევრს ეს ვარიანტი არ დაგემთხვევათ რა. რას გეუბნებათ თქვენი მფარველი ძალა და თვალები გაახილე, კარგად გამოფხიზლდი, ნუ იჯერებ იმ ტკბილ სიტყვებს, რასაც პირდაპირ გეუბნებიან ადამიანები, პირში რო გიცინია და მიენდე შენს ინტუიციას. და სხვათა შორის ამ ვარიანტში სიზმრების სახითაც შეიძლება რომ გესაუბრებოდეთ ეს თქვენი მფარველი ძალა. მიაქცეთ ყურადღება თქვენს სიზმრებს, თქვენს ინტუიციას და იყავით უფრო ყურადღებით. ეხლა მე რაღაცნაირად ძალიან ავღილდი, იმიტომ რომ რაღაცნაირი გაშვა ეხლა. მაგრამ ეს დასდა ყოველთვის ასეთი პირდაპირობით გამორჩევა ხოლმე. საინტერესოა. მადლობა პირველ ვარიანტს, ვინც დარჩით, ვინც ისმინეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო ხშირად შეგხვდეთ ხოლმე ჩემი ვიდეოები და მოისმინოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. ასევე დააიქეთ ვიდეო და პირადი კონსულტაციებისთვის უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511-91-78. მე კი ახლა გადავდივარ მეორე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრა ეს ორაკულის დასტა. ნუ ეს ტაროც არ არის, არის ორაკული. ნუ ეს კიდე ძალიან საინტერესოა. აქ უბრალოდ მართლა სიმბოლოების ენაა და მოკლედ მივყვეთ აბა გაშლას. თქვენი მფარველი ძალა. ახლა და მომენტისთვის ვინ ან რა არის საერთოდ თქვენი მფარველი ძალა? გასაგებია. აი აქ ამ ვარიანტში მე მგონია რომ უფრო მეტად აი რელიგიური ეგრეგორებიდან შეიძლება გქონდეთ ძალიან ძლიერი დაცვა და მფარველობა. რა რელიგიის და აღმსარებლობის ადამიანიც არ უნდა იყოთ, თქვენ თავს აძლიერებთ თქვენ თვითონვე, თქვენი ლოცვებით, თქვენი შესრულებული აი ამ რელიგიური, ასე ვთქვათ, ტრადიციული ეს რიტუალები რაც არსებობს, ხო, იქნება ეს მაგალითად მარხვა, ასკეზა, რამადანი, რა ვიცი ხლა, რა აღმსარებლობისაც ხართ, მაგალითად თუ ვინმე წარმართი ხართ, ატარებთ შესაბამის, თქვათ, რიტუალებს, ხო, გარკვეულ დღესასწაულების აღსანიშნავად. მოკლედ, რა რელიგიის ადამიანიც არ უნდა იყოთ, თქვენი, ასე ვთქვათ, აი ეს სულიერების გზა, რაც აირჩიეთ და რა ასე ვთქვათ, რელიგიურ ეგრეგორსაც მიუძღვენთ თქვენი თავი, აი ამ ეგრეგორისგან გაქვთ დაცვა და მფარველობა. აი აქ გიჩანთ ის, რომ თქვენ შინაგანად იზრდებით, შინაგანად ძლიერდებით და თქვენ თვითონვე ეხმარებით თქვენ თავს იმისთვის, რომ ძლიერდებოდეთ და სხვათა შორის მე აქ ვხედავ იმას, რომ თქვენ ხართ აი სულიერ გზაზე ძალიან საინტერესო ეტაპზე, ვიღაცები შეიძლება იყოთ ძალიან ახლები, გამოღვიძების გზაზე შეიძლება იყოთ, ახლახანს შეიძლება იწყებდეთ, ან ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ, შეიძლება განკურნების, ასე ვთქვათ, სულიერი განკურნების ეტაპიც კი გედგეთ, იმიტომ რომ ნუ აქ რაღაც ძალიან საინტერესო ეს ლოტოსის სიმბოლო ამოვიდა და მგონია რომ ერთ რაღაცა ძალიან ნეგატიურ პერიოდს უკვე წარსულში ტოვებთ კი არა და უკვე მოიტოვეთ და ძალიან პოზიტიურ, ასე ვთქვათ, ტალღაზე გადახვედით. მოდი აბა ვიკითხოთ. არსებობს საერთოდ იმის საჭიროება თქვენ რო ახლა რაიმესგან გიცავდნენ ეს ეგრეგორები? სხვათა შორის უნდა დავამატო ისიც, ახლა სანამ ამ კითხვას დავსვავ, თუ ვინმე ხართ ესეთი ეზოთერული სწავლებებით დაკავებული, სკანდინავიური, ჩრდილოური ღვთაებებისგანაც მგონია რომ დიდი მხარდაჭერა შეიძლება რომ გქონდეთ და მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც რატომღაცერიდება ხოლმე მაგალითად რუნებს და ძალიან ბევრი აზრი მომისმენი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მგონია რომ უშუალოდ
აი ამ ჩრდილოური ღვთაებებისგანაც შეიძლება რა გქონდეთ ძალიან დიდი მფარველობა, დაცვა და თქვენც მგონია რომ სწორად უზიარებთ თქვენს ენერგიას. თუმცა ეს არის ძალიან ერთეულებისთვის, თუ კი მიყურებენ ჩემი კოლეგები და მე ვფიქრობ, რომ მიყურებენ, იმიტომ რომ ისე ხშირად მოდის ხოლმე თუნდაც ყავის ჭიქაში მსგავსი სიმბოლოები, თან ძალიან საინტერესოდ. ну მოკლედ, არსებობს ახლა რაიმე ესეთი გარემოება და საჭიროება დაუბრუნდათ გაშლას. ესეთი გარემოება და გაშლები თქვენ დაცვას საჭიროებდეთ ახლა ამ სიტუაციაში, თუ რამე არსებობს ესეთი გარემოება მეორე ვარიანტისთვის. ხალხო თქვენ არ იცით რა საოცარი პასუხი είναι და შეგეძლოთ ჩემი თვალებით ხედავდით ახლა ამ ყველაფერს რაც ჩემს ალტარზე ხდება. პირველ რიგში გილოცავთ. აი გულწრფელად ჩემი შინაგანი მოლოცვა და ძალიან დიდი სიხარული იმ პასუხის მიმართ, რასაც ახლა მე აქვს ხედა. წერანას თქვით ახლა თუცახი თქვენ ხართ განკურნების გზაზე, ემოციური განკურნების გზაზე და მე მგონია რომ აი წარსული ტრავმები, თქვენი შიშები, თქვენი პროტესტები, თუ კი არსებობდა რაიმე ისეთი, რასაც ვერ პატიობდით, არ ვიცი რატომ, მაგრამ მშობლებთან მიმართებაში თუ გქონდათ წყენა, განსაკუთრებით მამასთან, რატომ მოდის არ ვიცი, მაგრამ მე ვაჟღერებ. რაც თავში მომდის, მე ყველაფერს ვაჟღერებ. თუ კი რაიმე ესეთი პროტესტი და წყენა გაგაჩნდათ, ხო? იქნებოდა ეს რაიმე კომპლექსი, იქნებოდა ეს რაიმე შიში, იქნება ეს რაიმე წყენა, რაღაცების მიუღებლობა, თუ რაცაც არ უნდა ეხებოდეს, თქვენ აი მაგ ყველაფერს ასრულებთ. აი წერანაც თქვი და ეხლაც ვიძახი, თითქოს თქვენს ცხოვრებაში რაღაცები რაც აქამდე ხდებოდა იყო ძალიან ციკლური და იყო ყველაფერი ესე შეკრულ წრეში ტრიალებდა ყველაფერი რაღაცა ძალიან ჯაჭვურად ებმოდა ერთმანეთს და აი მიხვედით რაღაც ზღვარზე და აი თითქოს თქვით შინაგანად გაქვთ ეგეთი განცდა და მზაობა რომ აი всё მორჩა გაქვთ მზაობა რომ დაასრულოთ, აი ჩაჭრათ ის რაღაც სიტუაციები და საერთოდ ახალ ნაკადში გადადიხართ, საერთოდ სხვა ცხოვრების სტილით იწყებთ, ბევრად უფრო ზრდასრულები ხდებით და ზრდასრულში გულისხმობ იმას, რომ თუნდაც პატიებას სწავლობთ. პატიებას არა მარტო სხვა ადამიანების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. თუნდაც პატიობთ საკუთარ თავს რაღაც სიტუაციებში, რაღაც არასრულფასოვნად მოქცევას, თუ კი საკუთარ თავს ადანაშაულებდით რაღაცეებში. აი მორჩა, აი ამ ყველაფერს ანულებთ რა. ანულებთ ისე კი რა აღარ გახსოვდეთ. ყველაფერს ძალიან კარგად დაიმახსოვრებთ, იმიტომ რომ რაც გაიარეთ იმას თავიდან, მეხსიერებიდან ვერ ამოშლით და არც უნდა ამოშლავთ. უნდა გახსოვდეთ ფაქტი, მაგრამ ეს აღარ უნდა იყოს თქვენთვის ისევ მტკივნეული. როგორც კი ჩახსნით ემოციას, აი ამ რაღაც ფაქტების მიმართ და აღარ გატკენთ გულს კონკრეტული ადამიანის სიტყვები თუ ქცევა, აი ზუსტად მაშინ გაიზარდეთ რა. ანუ პირობითად ეხლა, რა ვიცი, აი როგორ აგიხსნათ რას უგულისხმობ. მაგალითად ეხლა რვა იყო ბავშვი პირობითად და რო ეძახიან, რომ აი შენ გოგონა ხარ, პირობითად ვიძახი თუ ბიჭუნა ხარ და ეს რო აპროტესტებს, რომ იცი რა, მე დიდი ვარ უკვე გავიზარდე, ნუ ხომ ეძახით ეგრე და ყოველჯერ რომ ამაზე ბრაზდებოდეს. აი შინაგანად ჭეშმარიტად გაზრდა, მაშინ ხდება, როცა ერთხელაც იქნება დაუძახება აი ამ ბიჭუნას თუ აი ამ გოგონას და აღარ გაბრაზდება. იმიტომ რომ სხვა ადამიანების ფიქრები თუ დამოკიდებულება აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ეს მანამდე იყო, ხვდებით? და ზუსტად აი ამას უგულისხმობ, რომ აქამდე თუ ვიღაცებს შეეძლოთ თქვენი წყენინება, თქვენთან ცოტა აუგად მოქცევა, ცოტა ესეთი უპატივცემლობის გამოჩენა, რომ თითქოს
თქვენში თქვენს არსებულ რესურსს სათანადოდ ვერ ხედავდნენ თუ ვერ აფასებდნენ და აქამდე თუ ამტკიცებდით, რომ იცი რა, მე კარგი ვარ, მე ესეთი ვარ, ისეთი ვარ, თუ რაღაც აღარ დაიწყებთ ამ ყველაფრის მტკიცებას. აი ეს არის ზუსტად რომ ვიძახი, რომ სამყარო გიცავთ თქო, სამყარო რა, ნუ ეს ეგრეგორები გიცავენ, იმისთვის რომ აი ეს პროცესი რაც დაიწყო თქვენში, უпростоრად, აი ეს პროცესი რომ ბოლომდე უსაფრთხოდ გაატაროთ. აი ეხლა რაღაცნაირად ისე ხდება, გარემოებები, სიტუაციები, ადამიანები ისე მოქმედებს, აი რაღაცნაირად სტერილურ გარემოში ექცევით, აი როგორც ნაჭუჭში რომ მოექცეს და რაღაც აი ასე ვთქვათ, სფეროში რომ ჩასვა ადამიანი, თითქოს ეხლა ისე ხართ. აი ეხლა ამ ეტაპისთვის შეიძლება დიდეთ ესეთი აქტიური და რაღაცა ბობოქარი ცხოვრება არ გქონდეთ, ზუსტად იმიტომ რომ რაღაცა აი ეს პროცესი რაც თქვენში მიდის, წარიმართოს წარმატებით და ბოლომდე გაიყვანოთ ფინალში. აი ზუსტად ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. და აი ამ გზაზე ხართ, რომ რაღაცებს წარსულში უშვებთ, რაღაცებს წარსულში ტოვებთ და გადადიხართ ძალიან ძალიან საინტერესო პერიოდში და აი როცა უკვე ასე ვთქვათ, მე აი ამ პროცესიდან დასრულების მერე გადახვალთ კიდე სხვა ეტაპზე, მერე ბევრად გაძლიერებული პიროვნებები გახდებით. თქვენი თავდაცვითი ფუნქციებიც, აი ჩვენი ფსიქიკის თავდაცვითი ფუნქციებს უგულისხმობ. ახლა თავდაცვა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ფიზიკურად რაღაცას გიშავებდეს და თქვენ რაღაც ან სიტყვაში რომ გამოეპასუხოთ. არა. ფსიქიკის თავდაცვით უნარზე ვგულისხმობ და ამაში მოისაზრება ის, რომ ბევრად უფრო მყარები ხდებით და აღარ უშვებთ რაღაცებს, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. კი ბატონო, აი აქ ფონშიც რაც მიჩანს, ეგ არის ზუსტად, რომ ბევრად გაძლიერდებით და მგონია, რომ აღმასვლაც დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. ბევრად წინ წახვალთ, თუნდაც კარიერულად, თუნდაც ფინანსურად, აი რაღაცნაირად აყვავდებით, ასე ვთქვათ რა. მოკლედ, საინტერესო პასუხია ახლა აქ და მაინც ვიკითხოთ, რას გეტყოდათ თქვენი მფარველი ძალა? ეხლა და ამ მომენტისთვის, რისი მოსმენა გჭირდებათ მისგან? რას გეტყოდნენ და ესეთი პასუხია. გეტყოდნენ იმას, რომ რეალურად ძალიან კარგად გამოგდით ეს პროცესი, რაც დაწყებულია თქვენ თავში და საკუთარ თავზე მუშაობა. გეტყოდნენ იმას, რომ ძალიან კარგად გამოგდით პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და ამ სიტუაციაში და ხედავენ იმას, თუ როგორი ასე ვთქვათ, შრომის მოყვარე ადამიანი ხართ და როგორ შეგიძლიათ, რომ საკუთარი თავი მართოთ ბოლომდე. და თითქოს ტყავიდან გამოხვიდეთ, მე ვიტყოდი, ესე დავარქმევდი აი თქვენ სიტუაციას და რეალურად აი ეს პროცესები არის ძალიან საინტერესო ეტაპზე მისული. შეხედეთ, ანუ აი შეხედეთ, აყვავებული ხე. აი ამ პროცესში ხართ ზუსტად. ნაყოფი არა აქ ჯერ ამ ხეს მოსხმული, მაგრამ ყვავის და ეს უკვე არის ზუსტად ეს პროცესი, რომ რეალურად თქვენში ეს ახალი ენერგია შემოედინება, თქვენში დაწყებულია განახლების პროცესი. როგორც გაზაფხულზე ბუნება ახლდება და იწყებს ამ ყვავილობას და შემდგომ უკვე მე ნაყოფის გამოსვლას, თქვენც აი ასე ხართ. დაწყებული გაქვთ აი ეს განახლების პერიოდი და ეს ყველაფერი შედეგს, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიღებს და ეს აქაც ჩანს ამ გაშლაში. და სხვათა შორის ამ ვარიანტს საკუთარ ემოციურ მხარესთანაც ჭირდება მეტი სიახლოვე, თქვენს ემოციურ, ინტუიციურ მხარესთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდით და თქვენი აი ამ
ენერგიის ტრანსფორმირება მოახდინეთ კიდევ რაიმე ისეთ საქმიანობაში, რაც თქვენს თავს გამოხატავს. მნიშვნელობა არა აქვს, ახლა აქ ქალბატონები მიყურებთ თუ მამაკაცები, ამ ვარიანტს სჭირდება საკუთარი ფემინინური ენერგიების დაბალანსება და სწორად გამოხატვა. აი ეს ენერგია, რაც თქვენში არსებობს, ხო? აი ამ ენერგიის ტრანსფორმირება უნდა მოახდინოთ, ტრანსფორმაცია და გამოხატოთ სხვა ფორმით. თუნდაც შემოქმედებითი ფორმით ეცადოთ თქვენ თავის უფრო მეტად გამოხატვას. ანუ რა ვიცი, ხა თქვენ აირჩიეთ, თუნდაც შინაური ცხოველი იყო, იეთ მცენარეები მოიტანეთ სახლში და ამას მოუვარეთ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ქალური მხარე დაამუშავეთ. ეხლა თუ მამაკაცები მიყურებთ, ეს არ ნიშნავს ეხლა რაღაც ტრაგედიას, ყველა ადამიანს გაგვაჩნია ჩვენი ქალური და მამაკაცური საწყისები და ჩვენ ყველას გვჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული. ამიტომ თქვენ ეს გჭირდებათ. ქალბატონებს ხომ მით უმეტეს. მოკლედ, მეორე ვარიანტი იყო ძალიან საინტერესო პასუხი, საკმაოდ დადებითი და ძალიან სასიამოვნო ენერგიებით რეალებდა მეორე ვარიანტის გაშლის დროს. მე ხლა მადლობას მოგიხდით, რომ მირჩევთ და მისმენთ. და ახლა დავიმშვიდობებ მეორე ვარიანტს. და მესამე ვარიანტი დიდი ხანია მელოდება. და გადავიდე. მესამე ვარიანტი. თქვენი მფარველი ძალა. მესამე ვარიანტი. ძალიან საინტერესოა. აქ ამ ვარიანტში თქვენს მფარველს უფრო მასკულინური ენერგიები აქვს. აქაც მგონია, რომ თქვენი მფარველი არის უფრო მეტად მამაკაცი. ოღონდ ეს ცალსახად არ ამიწერ დონეზე. კი ბატონო, თქვენი ოჯახის წევრი. კი ბატონო. ახლა და მომენტისთვის ეს ადამიანი რა, ანუ სული მისი გარდაცვლილი. მე მგონია, რომ აქ ამ ვარიანტში არის თქვენი ის გარდაცვლილი ოჯახის წევრი ახლობელი მამაკაცი, რომელიც სიცოცხლეში ჯერ ერთი შეიძლება შედარებით ახალგაზრდა გარდაიცვალა და საკმაოდ ესეთი ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან სოციალური ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი ნაცნობი, ძალიან ბევრი მეგობარი, ესეთი აღიარებული რო იყო გარშემო და ყველას რო უყვარდა და თვითონაც რო ყველას პატივს სცემდა და ნუ აი რაღაც ძალიან ცოცხალი და ხალისიანი ადამიანი რო იყო, მაგრამ უდროოდ რომ გარდაიცვალა, ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს თქვენი მფარველი. მოდი ვიკითხოთ ახლა და მომენტისთვის არსებობს რაიმე გარემოება, რისგანაც ეს ადამიანი გიცავთ. გიცავთ და თანაც როგორ.
სხვათა შორის არ გამორიცხავ იმასაც, რომ შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევებისგან ხშირად გიცავდეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ, მაგრამ აი უშუალოდ გზასთან დაკავშირებული საფრთხე არაერთხელ აურიდები ამ ადამიანს თქვენგან. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ახლა ქვეითი ხართ თუ თქვენი ტრანსპორტით დადიხართ, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილების დროს უშუალოდ აი მოძრაობის პერიოდში მრავალჯერ გადაურჩენი ხართ და დაუცხვართ და სხვათა შორის მისთვის ძალიან ისეთია ახლა ეს ამბავი რაც ხდება ძალიან ხედავ საჭიროებას იმისას რომ ეს სული გთხოვთ იმას რომ სანთელი დაუნთოთ ხოლმე უბრალოდ პერიოდულად გამოხატეთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის რასაც ეს სული აკეთებს თქვენთვის და ეს სული არის თქვენთან ყოველთვის ძალიან ახლოს იმაზე მეტად ახლოს ვიდრე წარმოგიდგენიათ და ეხლა შეგეშინდებათ და წახვალთ რაღაცა ეხლა ძალიან ისეთ ფიქრებში სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობს და იქ კიდე ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ იქ არსებობას მათ შორის თქვენი და ჩემი წინაპრებიც და ჩემი გარდაცვლილი ახლობლებიც და ზუსტად ის ადამიანები ადამიანები რა მათი სულები ჩვენ გვეხმარებიან ვინც აქ დედამიწაზე ვართ და ვცხოვრობთ და ეს არის უბრალოდ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მათთვის იმის შეხსენება, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს და მადლიერი ვართ იმისთვის, რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ სულების ამყარებიდან ჩვენ ყოველთვის ვიღებთ დახმარებას. არა მარტო დახმარებას, არამედ ინფორმაციასაც. და შეიძლება ამ ინფორმაციას გვაწვდიდნენ, მაგალითად, სიზმრების სახით. მაგალითად, როგორც ხედავთ, ტაროს გაშლით. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ ახლა ეს ვიდეო შეგხვდათ და მისმენთ. ხოდა ეს არის ამ ადამიანის სურვილი, რაც უნდა რომ თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია, არის ის, რომ ხანდახან მაინც გამოხატოთ ის ფაქტი, რომ თქვენის გახსოვთ. თქვენი უშუალო ოჯახის წევრია, ძალიან ახლობელია, ახალგაზრდა და გარდაცვლილი, იცით როგორი, აი ცარიელა სიკეთე ადამიანი. ყველა რო უყვარდა და ყველას რო ასევე ძალიან უყვარდა ეს ადამიანი. რას გეტყოდათ ეს ადამიანი? რას გეტყოდათ ეს ადამიანი თქვენ ახლა და ამ მომენტისთვის? ხალხო ძალიან აქამდეც გითხარით ეხლაც გეუბნებით ძალიან ითხოვს რომ დაუნთოთ ხოლმე სანთელი მისი სული ითხოვს ცხონებას რა ასე ვთქვათ იდეოლოგიის მატარებლებიც ხართ რა სარწმუნოებაშიც ხართ როგორც თქვენ გჯერათ პრინციპში თქვენ არა როგორც ეს ადამიანი ცხოვრობდა რა აღფსარებლობისაც იყო მის იდეოლოგიას ეცით პატივი და ისე მიაგეთ პატივი მის სულს აი გთხოვთ პირდაპირ თქვენი ხელიდან ითხოვს იმიტომ რომ ამ ადამიანს უშუალოდ თქვენთან მიმართებაში გააჩნია ძალიან ძლიერი ემოციები. სიცოცხლეშიც კი მას თქვენ განსაკუთრებულად უყვარდით და მე ჩემთვისაც ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად ჩავიფიქრე და სწორედ ეს ვარიანტი ჩავიფიქრე. მე მაგალითად მივხვდი ეს ადამიანი პირადად ჩემთვის ვინ არის და თქვენც დარწმუნებული ვარ რომ მიხვდებოდით. გეტყოდათ ეს ადამიანი იმას რომ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი და ის რაც ეხლა გაგაჩნიათ არის მხოლოდ და მხოლოდ საწყისი რომ რეალურად ბევრად უფრო მეტის მიღწევა შეგიძლიათ და კიდე უფრო ბევრ რაღაცაში დაგეხმარებათ ეს სული ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ყოველთვის არის თქვენთან ერთად ახლა როცა ამას ვამბობ ახლა შიშებში კი არ ჩავარდეთ რომ ახლა ოთახში რო ვარ ახლა ისეთ სულიც არის თუ რა ან რომც იყოს რა ის თქვენი ახლობელია და თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ხო იყო
აა, ასევე გეტყოდოთ იმას, რომ ეხლა არ მინდა რომ რაღაცნაირად შეგაშინოთ, სავით დაგზავროთ, მაგრამ ძილის დროს ჩვენ თითოეული ადამიანი არ ვიცი, არ სწორი იქნება თუ არა ეხლა ამ ინფორმაციის გაჟღერება. მოდი არ მინდა ახლა ამის თქმა. მოკლედ ეს ადამიანი გარკვეული ენერგეტიკული არსებებიდანაც გიცავთ სხვათა შორის. ენერგეტიკული პარაზიტებისგანაც. კი ბატონო. დიახ. ძალიან თბილი ემოციები გამოიწვია ჩემში ამ გაშლამ. მაინც მინდა კიდე ერთი დასტური, როგორ გარდაიცვალა თვითონ ეს ადამიანი. როგორ გარდაიცვალა ეს ადამიანი. შეიძლება მისი გარდაცვალების პერიოდი იყო აი გვიანი შემოდგომა ან ზამთარი რაღაც აი ცივი თოვლიანი ამინდი შეიძლება იყო და უშუალოდ იმ გარემოებაში და იმ სიტუაციაში სადაც იყო შეიძლება ანუ უფრო რაღაცა ცივი პერიოდი მოდის სეზონებიდან ვიღაცაებისთვის ეს შეიძლება უშუალოდ სახლში ან შენობაში გარდაცვალებაც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ უფრო ეს რაღაცა ძალიან სიცივის ის მოდის, სიცივე, თოვლი. ან გვიანი შემოდგომა, ან უკვე ზამთარი. კი ბატონო. მე ამით დავასრულე საჯარო გაშლა. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ამ შეკითხვებზე ან თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ კონსულტაცია ჩემთან. ამისთვის უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511-1491-68. დალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი ვიდეო შეგხვდეთ. და ახლა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეოებამდე. ნახვამდის.